არჩევნების შემდეგ ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებისათვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივით დეპუტატების ანგარიშ ვალდებულება საზოგადოების წინაშე იზრდება. შესრულებული სამუშაოების ანგარიშს ისინი ყოველ კვარტალში ერთხელ წარადგენენ. საკითხს კენჭი დღეს საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რა ინიციატივა ჰქონდა საკრებულოს წევრს და რა გააკეთა მან საკუთარი ამომრჩევლისთვის. ანგარიშით ყოველ კვარტალურად საზოგადოების წინაშე წარდგენის ვალდებულება ახალი მოწვევის საკრებულოს დაეკისრა. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. ყველა საკრებულოს წევრი ვალდებული იქნება უკვე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ კვარტალში ერთხელ მოამზადოს ანგარიშის ფორმა თუ რა გააკეთა, რამდენ წლებში მიიღო მონაწილეობა, რა საკითხის ინიცირება მოახდინა, რას არ დაუჭირა მხარი და რატომ არ დაუჭირა მხარი. უკვე ერთ თვეში მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრები ელექტრონული საბილეთო სისტემით ისარგებლებენ. პლასტიკურ ბარათებს ლიბერთი ბანკში მოქალაქე უფასოდ მიიღებს. უცვლელი იქნება მგზავრობის ტარიფიც. კონტროლიორი მოქალაქეს სპეციალური ტერმინალით შეამოწმებს. პარალელურად დარჩება რა თქმა უნდა ის სისტემა, რომელიც სისტემაც არსებობს, ეს არის საკაღალდე ბილეთების სისტემა და დღეს დამტკიცდა ტარიფები სწორედ ელექტრონულ ბარათებზე. ეს ახლა ჩვეულებრივად ისეთივე როგორიც არსებობდა საკაღალდე სისტემის დროს. სხდომის დასაწყისში საკრებულოს წევრმა ვაჟა ვერულიძემ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა და მას უპასუხისმგებლო კვლევა უწოდა. ვერულიძემ განმარტა, რომ კომპანიები, რომელთა მფლობელობაშიც ორგანიზაცია იგი მეუღლესთან ერთად ამხილა, ფიქტიურადაა რეგისტრირებული. კომპანია, რომელზეც იყო საუბარი, ეს კომპანია გახლავთ სასწავლო პირველ რიგში, რომელსაც არც ერთი დღე არ უმუშავია საერთოდ, არის მხოლოდ რეგისტრირებული და აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არანაირი ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. ასე რომ რაიმე ტიპის ბიზნეს ინტერესებზე საუბარი არის სრულიად უსაფუძვლო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გუშინ საკრებულოს წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახების მასალები გაასაჯაროვა, რომელთა დახმარებითაც ორგანიზაციის მტკიცებით მათ 2012 წლამდე მუნიციპალური ტენდერები მოიგეს და გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს. კვლევაში არ ფიქსირდებოდა ვაჟა ვერულიძის მამული ჟღენტისა და გიორგი გაბაიძის ტენდერებში მონაწილეობა. მხოლოდ მათ სახელზე რეგისტრირებული კომპანიები იყო დასახელებული. ბესარიონ ჭოხონელიძემ და თამაზ გორგილაძემ კომენტარი არც დღეს გააკეთეს. ნუკრი დოლიძეკის ხდომას არ ესწრებოდა.